დღეს საერთოდ 7-ის ნახევარზე გამეღვიძა და მართლა არ ვიცი რა ვაკეთო. ამიტომ სანამ დიდეს ძინავს და მართლა ვერაფერს ვაკეთებ, ნახოთ რა დევს ჩემს სავარჯიშო ჩანთაში და თან ახალი პროდუქტები მაქვს და მინდა რომ გაჩვენოთ. საკმაოდ დიდი ჩანთით დავდივარ, იმიტომ რომ ჩანთით დამაქვს ყველაფერი. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის სავარჯიშო სუფთა ბოტასი. გთხოვთ დარბაზში არიაროთ ქუჩის ბოტასებით. ანუ გაუწმენდა ბოტასებს გულისხმობ. მეორე რაც აუცილებლად დევს არის ჩუსტები, რადგან ხშირად ვანაობ ხოლმე, თუ სადმე წასასვლელი ვარ და ჩუსტი არის აუცილებლობა. მესამე და აუცილებლობა არის ესეთი პატარა ჩანთა, რომელშიც მიდევს გამოსაცვლელი და ბოლო პერიოდის ჩემი აღმოჩენა არის ესპანური ბრენდია მეგობრებო და თავის მოვლის საშუალებები აქვს ძალიან კარგი ხარისხი. მოკლედ 800-მდე მაღაზია აქვს თითო მსოფლიოში და მე არ ვიცოდი საერთოდ ამ ბრენდის შესახებ და გამიხარდა რომ გავიგე, იმიტომ რომ ყველაფერი აქვს, რაც მე მჭირდება სავარჯიშო ჩანთაში ჩასაგდებად და არა მხოლოდ. პირველი არის დეოდორანტი, რომელსაც ძალიან კარგი არომატი აქვს და ძალიან დიდ ხანს ძლებს. ზომაც დამეთანხმებით, რომ იდეალურია და ძალიან დიდ ხანს გეყოფათ. ოქტოპუსში კი არის, მაგრამ აუცილებლად დამაქვს ტანის დამატანიანებელი, იმიტომ რომ საკმაოდ მიშრება კანი, ვერ ხვდები რატომ და ამის გარეშე სიარული მართლა არ შემიძლია. ხელმისაწვდომი ფასები აქვს, რაც ასევე ძალიან მომეწონა და რა თქმა უნდა, ყველა სტანდარტის დაცვით მზადდება და არის უსაფრთხო. ასევე ჩემი საყვარელი პროდუქტი არის თმის მისტი, რომელსაც მართლა საოცარი და ძალიან გამყოლი არომატი აქვს. და რა თქმა უნდა ტანის მისტიც. ამას ძალიან გრილი არომატი აქვს და ძალიან კარგი იქნება თალე გაზაფხული და ზაფხული განსაკუთრებით. ძალიან ფრეშია მართლა და თან აკრილებს. აუცილებლად დევს 2 ცალი ესეთ გამოსაცვლელი მაიკა, რომელიც სულ ჩანთაში მიდევს, რომელიც არასდროს მჭირდება და მე კარგადაში ვეძებ ხოლმე და მე მახსენდება რომ თურმე აქ მიდევს. ასევე მიდევს მინი კოსმეტიკის ჩანთა. ეს მიდევს ჩემი ფავორიტი დამატანიანებელი, იმიტომ რომ გაღიზიანებული კანისთვის აი ეს ხაზი ყველაზე მეტად გამომადგა. ლაში მიდევს ტუში, მიდევს კონტური და გლოსი და რა თქმა უნდა მაკიაჟის მასაშორებელი. გავიქეცი მეგობრებო, ბედნიერი დღე. მართლა აღარ ვიცით რო რითი გავიყვანა. დამავიწყდა აღმენიშნა, რომ ამ ბრენდს აქვს სახლის უნამოებიც, რომელიც ჯერ არ შემიძლია და არ გამიტესტავს, მაგრამ იმდანაც მიყვარს სახლში კარგი არომატი და ისე მომეწონა ექვივალენტზე ეს არომატები, რომ აუცილებლად შევიძენ და შემდეგ გაგიზიარებთ. დღეს მინდა გაგიზიაროთ, როგორ მემზადებით რიმის ფენით ზუსტად 5 წუთში და თან გაგიზიაროთ ჩემი მარტივი ხრიკი. ყველაზე დადებითი ის არის, რომ ფენი ძალიან მსუბუქია და ხელი არ გეღლებათ. პირველი დავიწყეთ პუწუყების ჩამოსწორება იდეალური შედეგისთვის. შემდეგ თმას ვიყობ ზუსტად 2 ნაწილად. ვიღებთ თმის სქელფენას და ვიწყებთ დახვევას, ასე ბევრად უფრო სწრაფი არის შედეგი. დაახლოებით 10 წამი ვაჩერებ სახვევს თმაზე. მეტი არ მჭირდება. მარტივი ხრიკი კი ის არის, რომ როდესაც დახვევას დავიწყებთ, ფენი ჯერ ზევით უნდა ავიტანოთ, მერე ქვევით და ასე ვამოძრავოთ 10 წამის განმავლობაში. სუსტად ასე გაიმეორეთ, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები. დიდხნიანი შედეგისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ფიქსატორი. მე ჩამოშლილით ძალიან მომწონს, ამიტომ არ ვიყენებ. კარგად. ანუ ძალიან თემატურია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს ჩემი რუტინებით ჩატარებული დაწექი და ვუყურებ ვამპირის დღიურებს. ელინა ვარ თუ კეტრი? ვერბიტამ კომფორტის ხალი ვარ ჯანდა. ფრენჩი არ მიყვარს. ტიტოს ზუზული. ხნის წინ მე დასთორი რომ Hero Cosmetics-გან ვიღებდი PR Box საჩუქრად და ვიწყებდი მის გამოყენებას, რომ თქვენთვის გამეზიარებინე ჩემი შთაბეჭდილება. პირველი კომენტარი მინდა გავაკეთო ამ სტორის გამოხმაურებაზე, იმიტომ რომ უამრავმა ჩემმა გამომწერმა მომწერა, რომ ამ პაჩებით აღფრთოვანებულები არიან. მეორე კომენტარი იქნება Box-თან დაკავშირებით, აბსოლუტურად ყველა პროდუქტი, რაც Box-ში დავს, არის ძალიან საჭირო და ნაფიქრი. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა. ყოველ რიგში, რაც Hero Cosmetics-ში მომეწონა, არის ის, რომ ღამის და დღის პაჩები აქვს, რომელიც განსხვავდება. ღამის პაჩები არის უფრო მსუყე, ნაკლებად უხილავი, ხოლო დღის პაჩები არის ძალიან თხელი და საერთოდ არ ჩანს. Hero Cosmetics არის კორეული ბრენდი, ამერიკაში არის ნომერ 1. მინდა გაჩვენოთ 2 დღეში ჩემს უზარმაზარ ცალკე ადამიანს რა კარგად მოერია. აი აქ ნახავთ მანამდე და შემდეგ. ძალიან მომეწონა. თქვენ იცით რომ ბოლო პერიოდში
არა მხოლოდ სტრესის და ბევრი სხვადასხვა რაღაცების გამო სულ მაქვს სახისკანზე პრობლემა. ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ხელებს არ ვაჩერებ და მაქვს თუ არ მაქვს სახეზე რამე, ყოველთვის ვეძებ და მინდა რომ დავიწიწკნო. ხო და დღემდე მუშაობ, რომ ეს ჩვევა გადავაგდო. პაჩები ჩემთვის ამისთვისაც იდეალურია, იმიტომ რომ როცა რაღაც მაკვრია ფიზიკურად ვერ ვიწიწკნი სახეს. პაჩების გამოყენებას რა თქმა უნდა თავისი წესი აქვს. რა თქმა უნდა ეს წესები არის ძალიან მარტივი, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელი. სახე უნდა დაიბანოთ ძალიან კარგად, უნდა იყოს იდეალურად სუფთა, არ უნდა წაისვათ არანაირი პროდუქტი და სუფთა კანზე უნდა გადაიტანოთ პაჩი. ამას ხელით გააკეთებთ თუ პინცეტით მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ სასურველია, შიდა მხარეს არ შეეხოთ. პაჩი უნდა დაიკრათ 6-დან 8 საათის განმავლობაში. თუმცა თუ ნახავთ, რომ უფრო მალე გახდა გაუმჭვირვალე და გათეთრდა, ანუ პაჩმა იმუშავა და ყველა ჭუჭე ამოიტანა, ამიტომ შეგიძლიათ რომ მოიხსნათ. Hero Cosmetics-ის პაჩების შეძენა შეძლებთ PSP-ში, ასევე Volt-ზეც და Glow-ზეც. ახლახან შემოვიდა საქართველოში და ჩემგან უდიდესი და ძალიან გულწრფელი რეკომენდაცია. აკნე მხოლოდ თინეიჯერების პრობლემა არ არის, მეგობრებო, თინეიჯერობისას ერთი ცალი გამონაყარიც არ მქონდა. გავიზარდე და მერე უფრო გამიმწვავდა და გამეპრობლემდა. ამიტომ მიაქციეთ კანს ყურადღება. გამარჯობა მეგობრებო, ახალი სერიებით დაგიბრუნდით, მოვამზადოთ კოქტეილი მაროსთან ერთად. რადგან უკვე გაზაფხულია თბილა და მალე ზაფხულიც მოდის, გადავწყვიტე თქვენთან ერთად მოვამზადო გემრიელი კოქტეილები სხვადასხვა ალკოჰოლით. დავიწყეთ. ოღონდ მანამდე ალკოსფეროში გამომყევით, სადაც უნდა შევერჩიო ინგრედიენტები ჩემი საოცარი კოქტეილისთვის. ამჯერად ვიმყოფები ალკოსფეროს ჯანაშიას ფილიალში, თუმცა მთელი საქართველოს მასშტაბით უამრავი ფილიალი აქვთ. ასევე ძალიან კარგი ფასები. და უყურადღებოდ ვერ დავტოვებ საოცარ კონსულტანტს. ამ კოქტეილისთვის უკეთესი იქნება თუ მოგეპოვებათ ჰაიბოლის ჭიქები, მე სამწუხაროდ არ მაქვს, ამიტომ ჩვეულებრივ კოქტეილის ჭიქაში გავაკეთებ. გვაქვს dry gin-ი, ასევე გვაქვს bubblegum სიროპი და მგონია რომ ძალიან მოუხდება, ლიმონის და ლაიმის ფრეში და სოდა ვოთერი. დავიწყოთ. 50 მლ gin-ი, 30 მლ ლიმონის და ლაიმის ფრეში, 15 მლ სიროპი. ვაშეიქებთ. კარგად გაჭედეთ, არ დაგავიწყდეთ. კოქტეილის მომზადება ძალიან მარტივია, სახელი ერთად მოვუფიქროთ, მაგრამ აი ამის გახსნა არც ისე მარტივი. ვაუ! ყოჩა, ხმარო. ჭიქა არ გავსოთ, იმიტომ რომ უნდა დავამატოთ სოდა ვოთერი. სერვირებისთვის ძალიან მოუხდებოდა ლაიმიც, ლიმონიც, ფორთოხალიც და ასე შემდეგ. ახლა გავსინჯოთ და ზუსტად გეტყვით, რისი გემოაქვს. ანუ არომატი აქვს მართლა სასწაული. ანუ ხახო უგემრიელესი არანაირად გავაკეთე ესეთ გემრიელი კოქტეილი, არ ვიცი, მაგრამ ცოტა აქვს ციტრუსის გემო. ბოლოში ამ ბაბლგამის არომატი დაყვება და ისეთი ფრეში, რომ ერთხელ თუ მომამზადებთ, მგონია რომ მომამზადებთ ყოველთვის. ესეთ პატარა ჭიქაში ორმაგი დოზით გამოგივათ 4 კოქტეილი და ძალიან ალკოჰოლურია, ასევე მინდა რომ აღინიშნოს. რა ვიყიდე Under Armour-ში და თან დაგეთვალიერებინებთ ახალ კოლექციას. მოვედი City Mall-ის ფილიალში. ულამაზესი კოლექცია აქვს და მეგობრებო, ეს ჩაცმული არის საოცარი, გაჩვენებთ. ეს რომ აუცილებლად მიმყავს თავის შარვალთან ერთად ვიცი. ასევე ულამაზესი ბეგი შარვლები დაემატა, ვისაც გიყვართ. ძალიან ულამაზი და ტევადი სპორტული ჩანთები და რა თქმა უნდა ბოტასებიც. სპორტული მაღაზიები არის ჩემი სამოთხე. უბრალოდ გიждები, არაფერი მიყვარს სპორტულებზე მეტად. გთხოვთ რა სილამაზეა ნახეთ. როგორ არ ვიყიდო? ამაზე ძალიან კარგად ვიფიქრებ, მაგრამ დიდი ალბათობით ვიყიდე, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა. ეს არის სეტი, რომელიც ჩემთან ერთად კი არ მოდის სახლში, ჩემთან ერთად მორბის სახლში. წელს გადავწყვიტე, რომ ისედაც ხომ სულ სპორტულებით დავდიოდი, ახლაც სპორტულებით ვივლე, მაგრამ უფრო გაპრანჭული სპორტულებით და ვფიქრობ, ეს ორეული იდეალურად შეესაბამება ჩემს 3 წლის მისიას. ეს ორეული აუცილებლად მოდის ჩემთან. რომ ვამბობ, რომ საოცარი კოლექცია, ანუ მართლა საოცარი კოლექცია. სამორეულის გარეშე წავალ სახლში, იმიტომ რომ ეს ორეულიც იდეალური არის მთელი გაზაფხულისთვის და მთელი ზაფხულისთვის. ძალიან მომწონს. თქვენ გამიზიარეთ ყველაზე მეტად რომელი მოგეწონათ? მე ყველა ერთმანეთზე მეტად მომწონს. რა თქმა უნდა დაგხვდებათ ბაიკერ შორტებიც, ელასტიკებიც, სტოპებიც და უამრავი რამე. ბავშვების სექციასაც შევეხედა, ანუ რა ლამაზია ნახეთ, ესეც მინდა. თან თეთრი ხო არ იყვარს ერთი. რაც გაჩვენეთ, ყველაფერი მიმყავს სახლში. საოცარი კოლექცია, ფასდაკლებაც არის შერჩეულ ნივთებზე და მოკლედ აუცილებლად გამოიარეთ, იმიტომ რომ ამ სეზონისთვის იდეალური რაღაცები დაგხვდებათ. გამარჯობა მეგობრებო. როგორ ხართ? ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ხართ კარგად. დღეს მე და ტიტა მივდივართ უმპალუმპაში და გვინდა რომ წაგიყვანოთ ჩვენ. ხო და თუ მალე შენი პატარას დაბადების დღეა და ჯერ კიდევ არ აგირჩევია სად გადაუხადო, მინდა ძალიან კარგი დაბადების დღის ცენტრი გაგაცნო.
ალბათ მიხვდებით, რაც იქნებოდა ტიტას პირველივე ემოცია, როდესაც ავატარს და ჰალკს დაინახავდა, იმიტომ რომ ჰალკი მისი საყვარელი გმირია. შესასვლელში ესეთი ბოქსი დაგხვდებათ ფოტოსურათებისთვის. ასევე მსგავსი სივრცე, სადაც ტროპიკული გარემოა და უკან თუთიყუშები ტიტას ძალიან მოეწონა. ასევე იყო ატრაქციონების სივრცე, რომლითაც ასევე აღფრთოვანდა და ძალიან გაერთო. ყველაფერი არის ძალიან ფერადი და სახალისო, იდეალური პატარებისთვის. აქ ძალიან ბევრი ვიტრიალეთ, მე დამეხვათ აუბრუ ტიტას არა. გადავინაცვლეთ მეორე სატრიალო მოწყობილობაზე და შემდეგ ცხენებზე, რომელიც ასევე ძალიან მოეწონა. აქ გადაწყვიტა, რომ სუპერმენი ყოფილიყო და კიდევ გაფრენილიყო. ასევე არის მსგავსი ფერადი სივრცე, სადაც ძალიან ლამაზი ფოტოები გამოდის და შუქს კარგად ირეკლავს. სივრცეში დაგხვდებათ მსგავსი სასაცილო სარკეებიც, როგორც ხედავთ, მე ძალიან გავერთე ტიტასთან ერთად და ყველაზე მნიშვნელოვანი ანიმატორები ტიტა გადაირია, განსაკუთრებით უყვარს ლურჯი სონიკი, მაგრამ წითელი სონიკიც არ დატოვა გულნათკენი და ძალიან ბევრი და რომელი სონიკი უფრო გიყვარს, წითელი თუ ლურჯი? ლურჯი და შავი. უმპა-უმპაში დაგხვდებათ ფოტოზონები, ატრაქციონების სივრცე, გვწყობდა პატარებისთვის ჭყიალა და დიდი სათამაშო დარბაზი, შემოქმედებითი და კულინარიული ვორქშოპები. რა თქმა უნდა, გმირების სხვადასხვა საყვარელი მულტფილმებიდან, პროგრამების მრავალფეროვანი არჩევანი და მშობლებისთვის მყუდრო სივრცე. ასევე გაგვთ შესაძლებლობა, რომ სუბზე ან hot sale-ზე შეიძინოთ ვაუჩერი და ისარგებლოთ 50%-იანი ფასდაკლებით. ფასები არის ძალიან ხელმისაწვდომი და ყველაზე მეტად ეს გამიხარდა. ასევე უმპა-უმპაში არის გათამაშება, შეგიძლიათ გადახვიდეთ მათ სოციალურ პლატფორმებზე და ბოლო ვიდეოში იპოვით გათამაშების პირობებს. რა თქმა უნდა, სტიჩის ნახვამ ყველაზე მეტად გააბედნიერა ტიტა, იმიტომ რომ მისი საყვარელი მულტფილმის გმირია. აქ ერთად გააფერატეს ხის ფიგურები და უცებ მაინკრაფტის გმირებით შემოგვიერთდნენ. ამაზე სულ გადაირია. მეც გავერთე სარკეში პოზირებით. ტიტა კიდევ ძალიან ბედნიერი იყო და მინდა უდიდესი მადლობა გადაუხადა უმპა-უმპას. და როგორ მოგეწონა? ძალიან კარგად. მადლობა. ხო ძალიან კარგი დრო გავატარეთ. კი. მიყვარხარ. მოც.